კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 6 საათზე, ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. ერთი წელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 26 ოქტომბრის არჩევნების წლისთავ სოციალური ქსელით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო რეფერენდუმის გამოწვევა და ქართულ ხალხს შესთავაზა მიმდინარე გეოპოლიტიკური რეალობის ყველაზე მკაფიო სურათი მარტივ და გასაგებ ენაზე, არა ომს კი მშვიდობას. სპიკერის თქმით 2 მილიონზე მეტი ადამიანის 54%-ის არჩევანი ცალსახა და ხმამაღალი იყო, რადგან მათ აირჩიეს მშვიდობა და უარი უთხრეს ომს. ეს არჩევანი მშვიდობასთან ერთად იყო ტრადიციული ფასეულობების, ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ეკონომიკური განვითარების, ოჯახის, კულტურის რწმენისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ მიცემული ხმა. ეს იყო ის შინაარსი, რის დასაცავადაც იბრძოდა ქართული ოცნება, წერს შალვა პაპუაშვილი და ამბობს, რომ ქვეყნის ხელისუფლება სახელმწიფოს თვითმყოფადობას იცავდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნამდვილი ხელშესახების საქართველოს განმსაზღვრელი მომენტი. ჩვენს ნამდვილ ამომრჩევლებთან ერთად დაუპირისპირდით არა მხოლოდ შიდა რევანშისტულ და დესტრუქციულ ძალებს, ნაცმოძრაობის იდეოლოგიით გაჟღენთილ მდუმარე ოპოზიციას, არამედ მათ წარმმართველ საგარეო გლობალურ ძალებს, რომელთაც საქართველოსთვის გეოპოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე შესაწირი პაიკის როლი დიდი ხნის წინ დაწერილი აქვთ. ამ ძალებმა ადგილობრივ მოკავშირეებთან ერთად განგვიცხადეს, რომ უკეთიციან რა სჯობს საქართველოსთვის, მისი მომავლისთვის, რა გვაქვს სამეცადინო და ჩასაბარებელი. როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი და სად არის ჩვენი ადგილი. 3000 წლოვან სახელმწიფოს სიბრძნე და გონიერება დაგვიწუნეს და უფსკრულის პირისკენ გვიბიძგეს. სწორედ ესაა ის გამრუდებული რეალობა, რომელსაც ჯიუტად და უხეშად გვახოვენ თავს. როდესაც საშიშროებასა და რისკებზე ვლაპარაკობდით, ზოგს არ სჯეროდა, რომ ამგვარი ძალები მართლაც არსებობდნენ. უმცირესობაში მყოფმა სკეპტიკოსებმა დაგსაქსულ ოპოზიციას მხარი დაუჭირა. ყარად მდგომმა უმრავლესობამ კი ქართული ოცნება და სამშობლოს ეროვნული ინტერესები აირჩია. 26 ოქტომბრის შემდგომ განვითარებულმა მოვლენება სამართლიანი არჩევნების სრულიად უსაფუძვლოდ გაყალბებულად გამოცხადებამ, საპროტესტო ტალღის მორიგ ჯერზე ხელოვნურად აგორებამ, მარიონეტი ოპოზიციონერების მიერ ბოიკოტის გამოცხადებამ და პოლიტიკური პროცესის საბოტაჟმა ოპოზიციის ამომრჩეველთა უმრავლესობა თავის შეცდომაში დაარწმუნა. ოპოზიციის რჩეულმა პარტიებმა ელექტორატი გააბრიყვეს, მოატყუეს, გამოცხადებული ნდობა და მიღებული მანდატები წყალს გაატანეს. როგორც შემდგომმა პროცესმა გვაჩვენა, ხელისუფლებამ გამოიჩინა სიმტკიცე და გონიერება. სამშობლოს მტრები და დამაქცევარები კი საკუთარ მანდატებს იმავე წყალთან ერთად გახვდნენ. ამავე დროს განვლილ წელიწადში სიახლე და უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ გარკვეული დასავლური ქვეყნებისა და მათი დიპლომატიური მისიების სრულიად უხეში, მზაკრული და დესტრუქციული ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. ჩვენ ვნახეთ თუ როგორ გაიხსნა ყველაფერი, როგორ იყო დაფარული და როგორ გაცხადდა ის გეგმა, რაც საქართველოსთან მიმართებით არსებობდა. ეს გეგმა არ ეხებოდა არც საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას, არც ხალხის ნების გამოვლენას, მის გაძლიერებას თუ შემდგომ ინტეგრაციას. ეს გეგმა შეიცავდა ნებისმიერ ფასად ეროვნული ხელისუფლების შეცვლის სურვილს, რომლის ჩავარდნის შემთხვევაში ერთდროულად უნდა ამოქმედებულიყო ყველა ძალა, გავლენის ყველა აგენტი, ღია თუ ფარული, ყველა მედია თუ NGO, უსარგებლო აკაცუკი თუ სასარგებლო იდიოტი. გამრუდებულ რეალობას საბურველი შემოეძარცვა და ჩვენს წინაშე მხილებული შიშველი ბუნებით წარმოსდგა. ნამდვილი საქართველო დაუპირისპირდა ქვეყნის გარეთ, ჩაბუდებულ მდუმარე ძალას, რომელთათვისაც ჩვენი ქვეყანა მათი კონკრეტული ინტერესების სათამაშოა. ამ ბრძოლაში ფრონტის ხაზი ჩვენს მოქალაქეებზე გადის. ხალხების გონებისთვის მიმდინარე ომში სწორედ ისინი არიან მთავარი სამიზნე. მათი აზრები, ფიქრები, რწმენა და ქცევა, ზუსტად გათვლილი ფსიქოლოგიური იერიშით, როგორც ბოროტ ძალას ჩვევია, მოწყვლადი პირები დაარწმუნოს, რომ ეროვნული ხელისუფლება თითქოს რუსულია, რომ ომი არ არსებობს, რომ დამარცხებული გამარჯვებულია. ქველმოქმედება ქვეყნის ნგრევაა, ეკონომიკური აღმავლობა კი სიღარიბე. 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელმაც ყოველგვარ სპეკულაციას, სიცრუეს და სიმრუდეს წერტილი დაუსვა. თავისუფალ გარემოში საქართველოს ერთგული ამომრჩევლები, იგივე სიმრავლითა და სულისკვეთებით საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და საკუთარი უკვე არაერთხელ გამოხატული ნება დაამოწმეს. ლეგიტიმაცია, რომელიც გასული 13 წლის განმავლობაში 9 ჯერ მივიღეთ ქართულმა ხალხმა, მე-10-ჯერ გადმოგცა. მკაფიო არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის კეთილდღეობასა და უკუსლას შორის ასე აფასებს მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ საზოგადოების მხარდაჭერას. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც ამას ადასტურებს.
საქართველოს არჩია ომსა და მშვიდობას შორის, სტაბილურობასა და დამხობას შორის, კეთილდღეობასა და უკუსვას შორის ძალიან მკაფიო არჩევანი. უპრეცედენტოდ მაღალი იყო წინა წელს მოსახლეობის მონაწილეობა არჩევნებში და 54%-ზე მეტმა დააფიქსირა მათი არჩევანი და ნდობა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც ახორციელებს ხალხზე ორიენტირებულ და ხალხზე მზრუნავ პოლიტიკას. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ ნახეთ, რომ ოპოზიციამ არა მხოლოდ საკუთარ თავს, საკუთარ პოლიტიკურ მომავალს გამოუტანა განაჩენი, არამედ ასევე უპასუხისმგებლად მოიქცა მის პირად ამომრჩევლებსაც კი. 26 ოქტომბრის შემდგომ ძალიან ბევრი საუბრობდა რამდენიმე კვირის განმავლობაში მინიმუმ რომ თურმე 300-დან 400,000 ხმამდე გაყალბდა საქართველოში, რაც რა თქმა უნდა ვერ დაამტკიცეს და შესაბამისად არანაირი პრობლემა არც ქონდა და ბუნებრივი არ აქვს პარლამენტს ლეგიტიმაციის. ამ ერთი წლის მანძილზე აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს საქართველოს წინსვლას ყველა მიმართულებით და შესაბამისად საქართველოს პარლამენტიც აგრძელებს ლეგიტიმურ მუშაობას. წინასწარი პატიმრობა ჩინეთის სამ მოქალაქეს ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა რამდენიმე საათის წინ დასრულდა. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. სამი ბრალდებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა სუსის ინფორმაციით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში რადიოაქტიური ნივთიერების შეძენას $400,000 გეგმავდნენ, შემდეგ კი რუსეთის გავლით ჩინეთში უკანონო ტრანსპორტირებას აპირებდნენ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ საქართველოში ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები ჩამოიყვანა და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. ყველა იმტკიცებულებას, რომელიც ბრალდებულების უდანაშაულობისთვის არის საჭირო, მოპოვებული იქნება ბრალდებულებთან ერთად, რა თქმა უნდა, ასევე ამ კორდულ გადაწყვეტილებას, რომელიც პატიმრობას ეხება 48 საათში საჩივრდება და სააპელაციო წესით გაასაჩივრებს დაცვის მხარე. მას სურდა ვერცხლის წყლის შეძენა, როგორც თვითონ განმარტავს და ეს მისი ნაცნობები, სხვა ბრალდებული პირები, რომელსაც მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდათ მასთან და უნდა დახმარებოდნენ ამ კონკრეტული ნედლეული შეძენაში. რა საქონელი იყიდებოდა, იყო თუ არა ეს საქონელი კანონ შეუსაბამო და შეიძლებოდა თუ არა ამ საქმის გაყიდვა, ამ დარჯიმანმა ამის შესახებ არაფერი არ იცის. არ ცნობს თავს დამნაშავედ, იმიტომ რომ ნამდვილად იმ ბრალში რაც არის მითითებული, ის გაეცნო, მაგრამ ამის შესრულება მას არ სურდა ამ ეტაპზე, მაგრამ ფაქტი რომ მოხდა, ამას აღიარებს. დაკავებული იქნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე. აღნიშნული პირები ცდილობდნენ საქართველოში უკანონოდ შეეძინათ რადიოაქტიული ნივთიერება ურანი, რაშიც მზად იყვნენ გადაეხადათ $400,000 ამერიკული დოლარი. თუმცა მიუხედავად მათი აღნიშნული გაზრახვისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრევენციული ღონისძიების შედეგად მოხდა აღნიშნული პიროვნებების დაკავება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ განიხილა აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა და სამივე ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა. იცნობდნენ ერთმანეთს დაკავშირებული პირები იყვნენ და საქართველოში ჩამოსული იყვნენ სწორედ რადიოაქტიული ნივთიერება ურანის, რომელიც ასევე წარმოადგენს ბირთვულ მასალას შესაძენად. და აღნიშნული განზრახვა ვერ მოიყვანეს სისულოში, ვინაიდან მოხდა მათი განზრახვის გამოვლენა და პრევენციულად მათი დაკავება. გამკაცრებული კანონებით მიუხედავად რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა სიმცირის მიუხედავად გზა მცირე ხნით გუშინ საღამოს მაინც გადაკეტეს. პარალელურად გუშინ საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულების პროცესები გაიმართა. აქციის ორ მონაწილეს 3 და 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბოლო 3 დღის განმავლობაში შეკრება მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად აქციის 60 მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ საგამოძიებო უწყება გავრცელებულ განცხადებაში წერს, მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, დემონსტრანტები სამართალდამცველთა მოწოდებას არ
დაემორჩილნენ. კვლავ გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა. კიდევ ერთხელ მოუწოდებთ აქციის მონაწილეებს თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები, ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. პოლიციამ მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინა. ნარკოდანაშაულის ბრალდები დაკავებულია ორი პირი, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ალფა-პვპ, მეფედრონი და კლეფედრონი. გამოძიებით გინდება, რომ ბრალდებულები ეგრეთ წოდებულ ლაბორატორიაში დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა მეთოდით ყიდნენ. ბრალდებულების პირადი ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცავებმა მისაქციელში მდებარე ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინეს. საიდანაც ამოღებულია იქვე დამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: ალფა-პვპ, მეფედრონი და კლეფედრონი, როგორც კრისტალის, ასევე სითხის სახით. აღსანიშნავია, რომ კლეფედრონი წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომლის მოხმარებაც ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგს იწვევს. დაკავებულია ორი პირი. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულები საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ეგრეთ წოდებულ ლაბორატორიაში სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან შესაბამისი ინვენტარის გამოყენებით ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა რეალიზაციასაც სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები 35 გრამამდე ალფა-პვპ, 9 კილოგრამამდე კლეფედრონი და 4 ლიტრამდე მეფედრონის სითხე სამართალდამცავებმა ბრალდებულის პირადი ავტომობილისა და მათი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასორი, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და სხვადასხვა ზომის მინის ქილები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 266-260 მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის მეფედრონი, მეთადონი და ალფა-პვპ. დანაშაულები 20 წლამდიან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა ფონიჭალაში. გამოძიების ინფორმაციით დაკავებული მარიხუანას მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდით ყიდდა, განხორციელდა ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კრიმინალურმა პოლიციამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარი ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს. 40 წლის პირი თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძარცვის, ქურდობის და მუქარით ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით იძებნებოდა. დაკავებულის მიმართ ახლა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროს ანდრანიკ სიმონიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, მხარეებმა იმსჯელეს პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე, ასევე რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. აღინიშნა ორმხრივი კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობა. მამუკა მდინარაძემ ისაუბრა საქართველოს პოზიტიურ როლზე კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფისა და განმტკიცების საქმეში. მამუკა მდინარაძემ ანდრანიკ სიმონიანს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სუსში გამართულ შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
შვედეთის სააპელაციო სასამართლომ 16 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე მსჯავრდებულ პირს ქვეყანაში დარჩენის უფლება მისცა. ერიტრეელმა მიგრანტმა, რომელიც არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის იყო მსჯავრდებული, ქვეყანაში დარჩენის უფლება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსამართლემ დაადგინა, რომ გაუპატიურების პროცესი არ იყო იმდენად ხანგრძლივი, რომელსაც მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია მინიჭებოდა. მეტიც, მოსამართლის გადაწყვეტილებით მას მხოლოდ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მედიის ინფორმაციით, სასამართლომ მიგრანტს დარჩენის უფლება მიანიჭა და დაადგინა, რომ საზოგადოებრივი წესრიგისთვის ამჟამად საფრთხე არ არსებობს. ამიტომაც გაუპატიურებაში ბრალდებული სასჯელის მოხდის შემდეგ შვედეთში დარჩება. 2018 წლის მონაცემებით ქვეყანაში გაუპატიურების ან გაუპატიურების მცდელობის ფაქტების 58% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდიოდა, რაც ამ საკითხზე დებატებს კიდევ უფრო მეტ აქტუალობას მატებს. შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს დონალდ ტრამპი უმცროსი, რაჯანდაბა სჭირს ამ მსოფლიოს. ევროპა კეთილი ეს უბრალოდ ხანმოკლე გაუპატიურება იყო, შესაბამისად ჩვენ ამ ნაგავს არ მოვიშორებთ. რაჯანდაბა ხდება ადამიანებო, გაიღვიძეთ. ჩვენ გადაშენების პირას ვართ, დაწერა უმცროსმა ტრამპმა. ფაქტ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ზვია დავალიანი, პატრიოტული გრძნობებისგან დაცლილი ევროპული ბიუროკრატია ათეულობით წელი ავსებს ევროპის ქალაქებს, მიგრანტებით და ამ პროცესში უზარმაზარ ფულსაც აკეთებს. წერს ის Facebook-ზე და აცხადებს, რომ სინამდვილეში ასეთი რბილი დამოკიდებულების მიზეზი სხვა კონტექსტშია საძიებელი. შვედურმა ფემინისტურმა სამართალმა დაადგინა, რომ გაუპატიურების პროცესი თურმე არც ისე ხანგრძლივი იყო და აქედან გამომდინარე ამ ადამიანის დეპორტაცია არ არის აუცილებელი. პატრიოტული გრძნობებისგან დაცლილი, უპრინციპო და კორუმპირებული ევროპული ბიუროკრატია უკვე ათეულობით წელია ავსებს ევროპის ქალაქებს მიგრანტებით ახლო აღმოსავლეთიდან და ამ პროცესში უზარმაზარ ფულსაც აკეთებს. ადგილობრივი მოსახლეობის გასაჩუმებლად მათ შეემუშავეს ეგრეთ წოდებული მულტიკულტურალიზმის თეორია და ასევე თეორია იმის შესახებ, რომ აბორიგენი ევროპელი უკვე დაბადებიდან დამნაშავეა და ვალშია ყველას წინაშე, იმიტომ რომ რომელიღაც საუკუნეში ევროპელები სხვა ხალხებს იპყრობდნენ და ჩაგრავდნენ. სადამდე მივიდნენ ფულის სიყვარულის გამო. მზად არიან მიგრანტების მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული მიჩქმალ უნდა ჩაფარცხონ. ოღონდ მულტიკულტურალიზმის რწმენა არ შეირყეს. თავიანთი არაადეკვატური ფემინისტური ნარატივებიც კი თავზე გადაიხიეს იმის შიშით, რომ ახლო აღმოსავლეთიდან შავი დოლარების ნაკადი არ შეწყვიტონ. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ასეთი ევროპას საერთოდ არ მინდა. შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილება შეფასებები მოყვა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. ხალხის ძალა ევროპული სამართლის მცდარ მიდგომებზე საუბრობს და აქვე იხსენებს საქართველოსთან დაკავშირებით შვედეთის მთავრობისა და ამავე ქვეყნის ელჩის განცხადებებს, რომელიც აქტივისტების რადიკალურ ქმედებებს ახალისებდა და მუდმივად საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენ კარგად გვახსოვს შვედეთის ელჩის გამოსვლები რადიკალების სასარგებლოდ, საქართველოს საწინააღმდეგო გამოსვლები, რო ჭკუას გვასწავლის შვედეთის ელჩი, პრემიერი მისი და ასე შემდგომ. და ამ დროს აღმოჩნდა ზუსტად ის deep state-ის მიდგომა შვედეთის მართლმსაჯულებაში, რომელზეც ამბობენ, რომ ევროპული მართლმსაჯულებაა, რომ თურმე ადამიანი თუ ბოლომდე კარგად არ გააუპატიურებს თავის მსხვერპლს, ის არ არის დამნაშავე. ეს არის მათი მიდგომა. ეს არის ბჭყალებში მათი სამართლიანობა და ბჭყალებში მათი ევროპული მართლმსაჯულება. როცა ქართულ მართლმსაჯულებაზე საუბრობენ და ადარებენ ევროპულ მართლმსაჯულებას, მათ შორის შვედეთის პრემიერი მისი ელჩი საქართველოში და რადიკალებს ახალისებენ იმისთვის, რომ აქ რადიკალური პროცესები გამართონ, თურმე აი ეს მაგალითი ყოფილა ევროპული მიდგომა, რომ ადამიანს თუ ბოლომდე ხანგრძლივად არ გააუპატიურებ, შენ არ ითვლები დამნაშავედ. ეს არის მათი ბჭყალებში ევროპული მიდგომა და მათი ასევე ბჭყალებში სამართლიანი სტანდარტი. ახლა კი უკრაინა, სადაც ომი ისევ გრძელდება, გასულ ღამეს რუსეთმა იერიში კიევზე მიიტანა. დარტყმის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 29 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მაშველები დესნიანსკის რაიონში მუშაობენ, სადაც დრონის დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და 2 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დრონებით იერიში მიიტანეს ობოლონსკის რაიონზეც. სოფლიო დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის მოლოდინშია, რომელიც გიონჯუში გაიმართება. ამერიკის პრეზიდენტი უკვე აზიაშია.
ის მალაიზიაში სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტს ესწრება. აზიაში ვიზიტის ფარგლებში შტატების პრეზიდენტი იაპონიაში ჩავა და შეხვედრას გამართავს ქვეყნის ახალ კონსერვატორ ლიდერთან. ასევე დაესწრება სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ფორუმის ლიდერების სამიტს. ამერიკის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა კატარის ემირსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. დონალდ ტრამპის შუამავლობით შედგა სამშვიდობო შეთანხმება ტაილანდსა და კამბოჯას შორის. დოკუმენტი მალაიზიაში გააფორმეს ხელმოწერის ცერემონიას, თავად ამერიკის პრეზიდენტიც დაესწრო. და ისევ საქართველოს გივი მიქანაძემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლზე ისაუბრა და პროფესორ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა უმაღლესი განათლების ხარისხის ზრდის მნიშვნელობას და უნივერსიტეტების განვითარების მხარდაჭერას. მისი თქმით, განათლება საუკეთესო ინვესტიციაა, სწორედ ამიტომ განათლების სისტემის რეფორმა და მისი გაუმჯობესება საქართველოს თავრობის პრიორიტეტი. მონაწილეობა მივიღეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოშვებაში, სადაც 550 კურსდამთავრებული დავაჯილდოვეთ, მიულოცეთ მათ ეს დღე და მათ შორის 300-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებმაც ძირითადად სამედიცინო მიმართულებით, თუმცა ასევე სხვა ფაკულტეტებზეც აიმაღლეს თავისი ცოდნა და აპირებენ დაუბრუნდნენ თავიანთ მშობლიურ ქვეყანას. კურსდამთავრებულთა ცერემონიალი ყოველთვის არის ამაღელვებელი, არა მარტო იმ კურსდამთავრებულებისათვის, არამედ ჩვენთვისაც იმატებს ჩვენს უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა რაოდენობა, იმიტომ რომ მიღებები იზრდება და ძალიან ვამაყობთ, რომ ესეთი კარგი კურსდამთავრებულები ყავთ და ესენი წარმოადგენენ მომავალ საქართველოს. ძალიან მიხარია დღევანდელი დღე. ალბათ ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ სწავლა სიბერემდე გრძელდება, პირველ რიგში ვულოცავ ყველა კურსდამთავრებულს და ჩემს უნივერსიტეტს ვუსურვებ ბევრ წარმატებას მომავალი თაობის აღზრდაში. ინფრასტრუქტურის მინისტრი თერჯოლასა და ბაღდადში მიმდინარე საგანმანათლებლო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. თერჯოლის მუნიციპალიტეტში გრძელდება საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მშენებლობა, რომელიც 500-მდე მოსწავლესია გათვლილი. პარალელურად ქალაქ თერჯოლაში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 16 მილიონ ლარს შეადგენს. სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება ქალაქ ბაღდადსა და სოფელ როკიტში. როკიტის საჯარო სკოლა 250 მოსწავლესია გათვლილი. პროექტის ჯამური ღირებულება კი 4 მილიონ ლარზე მეტია. ვინახულეთ მშენებარე სკოლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ზოგადად სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად დიდ ყურადღებას მივაქცევთ. ასევე ჩვენ ვნახეთ თერჯოლის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების კუთხით მიმდინარე პროექტი, რომელიც დასასრულს უახლოვდება. ვინახულეთ თერჯოლაში ეგრეთ წოდებული საპოვნელას ტერიტორიაზე წყლის რეზერვუარი და მთლიანი ქსელი, რომელიც ქალაქს მოამარაგებს უკვე ახალ რეაბილიტირებული 24 საათიანი წყალმომარაგებით და იქნება გაცილებით გამართული ვიდრე დღემდე გვქონდა. რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს აქტიურად. სკოლა მნიშვნელოვანია იმის, რომ სოფელ როკიტისათვის 240 ბავშვი არის გათვლილი და პროცესი მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებულ ვადებში. დაახლოებით 22 მარტი არის 2026 წლის დასრულების ვადა. საჩხერის ბესი ქუთათელაძის სახელობის სამთო-მომზადების სკოლაში 6 თვის ვადით გაწეული წვევამდელების სწავლება გაიმართა. წვევამდელებმა სამთო-მომზადების საბაზისო სწავლება გაიარეს, ისინი სამთო აღჭურვილობას მოხმარების წესებს და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 53 ქვეითი ბატალიონის წვევამდელები აღმოსავლეთ სარდლობის შემადგენლობაში 6 თვის მანძილზე ყოველდღიურად მსახურობენ. თავდაცვითალებს შემოვერთი ჩემი სურვილით და აქ მოსვლა იყო ჩემი გადაწყვეტილება. დღეს მე გავიარე სამთო-მომზადება. სწავლება იყო ძალიან კარგი და მინდა ამისათვის მადლობა გადაუხადო ბესი ქუთათელაძის სკოლას მეთაურს და მის ინსტრუქტორებს. ყველა ახალგაზრდა სურჩევ რომ მოვიდეს და გაიაროს სამხედრო ეროვნული სამსახური, რადგან აქ ისწავლიან ძალიან ბევრ რამეს. სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის ძალებში მსახურის პერიოდში გაიარეს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ათეულისა და 20-ეულის დონის, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული სწავლებები, რა დროსაც მათ წარმატებულად გაართვეს თავი მას წინაშე დასმულ ამოცანებს.
წმინდა გიორგის სახელობის ილორის საკვირაო სკოლის დევნილ მოზარდებს მწერალი გურამ ოდიშარია ეწვია. მწერალმა დევნილ ბავშვებთან წიგნიერებასა და შემოქმედებით აზროვნებაზე ისაუბრა, გაიხსენა აფხაზეთი და ისაუბრა კონკრეტულ ეპიზოდებზე, როგორც მისი, ასევე მისი მეგობრების ცხოვრებიდან. გურამ ოდიშარიამ დევნილ ახალგაზრდებს საჩუქრად მისივე ხელმოწერით საავტორო წიგნი სალამია გადასცა, ღონისძიება აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. განსაკუთრებული შეხვედრა ჰქონდა ილორის საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან, აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა მწერალ გურამ ოდიშარიასთან. ბატონმა გურამმა ახალგაზრდებთან ისაუბრა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, ჩვენს საერთო ტრადიციებზე და კულტურაზე. ლიტერატურა ყოველთვის იყო, ერთი ფუნქცია ჰქონდა კიდევ, ეს რომ ის ხიდის როლსაც თამაშობს, ანუ ლიტერატურული ხიდი, ანუ წიგნები, რომელსაც იქაც წაიკითხავენ და აქაც წაიკითხავენ და ეს თაობა ბავშვების აუცილებლად ამ წიგნების შემდეგ უფრო მეტად გაუადვილდებათ მათ დიალოგის წარმართვა. კარგი შეხვედრა იყო, ბატონმა გურამმა ისაუბრა თავისი წიგნების შესახებ და აფხაზეთის ისტორიები გაიხსენა და მე ძალიან ყოფილი ვარ ამ შეხვედრით. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში თბილისის 18 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე გამოავლინეს საკონკურსო კინოპროგრამის და ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებულები. გაიმართა თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ამირანის დახურვის ოფიციალური ცერემონია, გამოვლინდა გამარჯვებულები 5 ნომინაციაში და ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო კინოფესტივალის სახელით ყველა მონაწილეს. მოვიგე ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და ძალიან მადლობელი ვარ და მოტივირებული და ალბათ სხვა გამარჯვებულების და მონაწილეებიც იქნებიან მოტივირებულები პრიზების მიღების გამოც და ისედაც რომ მიიღეს მონაწილეობა კონკურსში. საბერძნეთში მარია კალასის სახელობის ისტორიულ დარბაზში გაიმართა ქართული გალა კონცერტი მუსიკალური ბათუმი ათენში. აჭარის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით და სოლისტებმა აჟღერეს ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შედევრები, საღამო ანშლაგი დასრულდა. ღონისძიებას 48 ქვეყნის ელჩი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წარმოვიღეთ ჩვენი ქართული სული. აი ეს არის ყველაზე მთავარი. აქ დღეს ნამდვილად ჩვენი მესეჯი იყო ძალიან სამშვიდობო, ძალიან შემოქმედებითი და ძალიან დიდი სიყვარულის მესეჯი, რომელიც ჩვენ და ყველამ დღეს ვინც იყო მონაწილე, ეს გაუგზავნა მთელს ევროპას. შესანიშნავი კონცერტი ბათუმის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით, ასევე არაჩვეულებრივი შესრულება იყო სოლისტების მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი არის კულტურის დიპლომატიაში. ისტორიაში პირველად თბილისმა ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ღონისძიება სპორტის მინისტრი დაესწრო. საზოგადოება შალვა გოგოლაძესთან ერთად სიტყვით მიმართეს მსოფლიო ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტმა ბილალ ერდოღანმა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თენგიზ ხუბულურმა. ჩემპიონატში სპორტსმენები 25 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ, გამარჯვებულები გამოავლინეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. ჩემპიონობა საბა ინანეიშვილმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი მონღოლი სპორტსმენი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი უჩა ტაბატაძემ მოიპოვა. ეს არის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში ტარდება ქართულ ჭიდაობაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ იუნესკოში წინა წლებში ვაღიარეთ ქართული ჭიდაობა როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და დღეს გადაიდგა სახელმწიფოს მიერ ნაბიჯი იმისა, რომ ქართული ჭიდაობა უფრო პოპულარული გახდეს სრულიად მსოფლიოში. ძალიან ნამატი ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირველი მსოფლიო ჩემპიონობა ქართულ ჭიდაობაში მოვახდინე და გავხსნა ჩემპიონი. ყველას ბიჭებს მოგესალმებით, ქართველებსაც და ვინც ჩამოვიდნენ ტურნირი ყველას მოგესალმებით. ეს მართლაც შესანიშნავი შემთხვევაა დღეს საქართველოში ყოფნა დიდი სიამოვნება. როგორც ვიცით, მსოფლიოს ეთნოსპორტის კავშირს უკვე ყავს წევრი საქართველოდან ცხენოსნობაში, მაგრამ განსაკუთრებით ბედნიერები ვართ, რომ ქართული ტრადიციული ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობთ. ეს დიდებული შესაძლებლობაა, რომ ქართული კულტურა დანარჩენ მსოფლიოსაც გავაცნოთ. ტურნირი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. გულშემატკივრების ემოციები არის წინაპირობა იმისა, რომ შემდგომში კიდევ უფრო გაიზრდება მასშტაბები და ალბათ ეს დარბაზი საკმარისი არ იქნება. დასაწყისი საუკეთესო და გვიხარია, რომ ფონდის მეცადინეობა და რა თქმა უნდა, სპორტის სამინისტროს და ყველა კერძო ინვესტორის და ფედერაციის თანამშრომლობით შედგა სპორტული ზეიმი.
ფრენბურთში საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გოგონათა 8 გუნდმა მიიღო. ფინალური მატჩების შედეგად საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონობა გუნდმა ჯიკომ იზეიმა, რომელმაც დაძაბულ დაპირისპირებაში ბათუმს აჯობა. დასრულდა საქართველოს ასაკობრივი ეროვნული ჩემპიონატი ფრენბურთში, რომლის მიზანიც იყო რეგიონებიდან გამოგვევლინა ახალგაზრდა ბავშვები, რომლებსაც დიდი სტიმული აქვს და მოტივაცია, რომ ითამაშონ დიდი ფრენბურთი. ჩვენი მიზანი იყო ამ ჩემპიონატიდან შეგვერჩია ყველაზე კარგი მოთამაშეები, რომლებიც მომავალში გააგრძელებენ ასპარეზობას. ძალიან დაძაბული მატჩი ვაჩვენეთ. მინდა მადლობა გადაუხადო ბათუმის გუნდს, რომ ესეთი კარგი თამაში ვაჩვენეთ. რა თქმა უნდა ველოდით, რადგან თბილისთან ძალიან მაგარი თამაში მოვიგეთ, ძალიან დაძაბული მატჩი მოვიგეთ და ბათუმთანაც ანალოგიური გავიმეორეთ და დავამოწმეთ ბათუმის გუნდს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. თქვენ წინ გელოდებათ კურიერი პიესი ზუსტად 9 საათზე. მე კი გემშვიდობებით ნახვამდის.